მე ვარდან მეკალმიშვილი ვარ, პარიზიდან, ქართველი ემიგრანტი. მოგესალმებით. სპორტის ქართველო გულშემატკივრებო. განსაკუთრებით მივესალმები ქალბატონებს, ქართველ ქალბატონებს, რომლებიც ამ ბოლო წლებში ჩაერთნენ სპორტულ ორომტრიალში და თავგადადებული გულშემატკივრები გახდნენ ქართული სპორტის. და მე მგონი და მეთანხმებით ალბათ რომ ეს ხვიჩა კვარაცხელიას დამსახურებაა. მინდა რომ ერთი ამბავი გავიხსენო ამ საკითხთან დაკავშირებით. გასული საუკუნის 60-იანი წლების შუაგული იყო და მაშინ მსოფლიოს საუკეთესო საფეხბურთო გუნდი მილანის ინტერნაციონალე იყო. ანუ იგივე ინტერი და იმ პერიოდში სწორედ ერთი გოგონა გავიცანი და აღმოჩნდა რომ ამ გოგონამ ზეპირად იცოდა ინტერის ყველა ფეხბურთელის სახელი და გვარი და არა მარტო მან შესანიშნავად იცოდა სპორტის სხვა სახეობებიც და ერკვეოდა მათში. და მე ის გოგონა შემიყვარდა ისე როგორც თქვენ შემიყვარდით ჩემო ძვირფასო ქართველო გულშემატკივრებო. მე ვიცი რომ თქვენ კარგად არ ახართ გარკვეულები სპორტის იგივე თქვათ ფეხბურთის წესებში, მის ნიუანსებში, მაგრამ ეს მთავარი არ არის. ამისთვის საკმარისია ცოტაოდენი დრო და თქვენ ჩვენზე მამაკაცებზე უფრო კარგად გაერკვევით ამ დეტალებში. მთავარი ის არის რომ თქვენ დიდი სიყვარულით მოეკიდეთ ამ საქმეს, დიდი ახტკინებით მოეკიდეთ და მთავარია კიდევ ჩემი აზრით ის ერთგულება, რომელიც თქვენ გახასიათებთ და გამოგარჩევთ დედამიწის ყველა ერის ქალებისაგან. ამიტომ მე მჯერავს რომ თქვენ არაერთ ხვიჩა კვარაცხელიას გაუზრდით დედა სამშობლოს. ახლა კი მოდით დაუბრუნდეთ ისევ ფეხბურთის, უშუალოდ ფეხბურთის თემას. ვიცით რომ გაირკვა ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე გათამაშების მეოთხედ ფინალისტები და ეს წყვილები არიან არსენალი, რეალი, პესეჟე, ასტონ ვილა, ბარსელონა, დორტმუნდის ბორუსია, ბაიერნი და ინტერი. ესეც ისევ ის ინტერია, ხედავთ, ისევ მოსდებს ის ძველი დიდი წარმატებები. ამ გუნდებიდან, ამ 8 გუნდიდან, ევროპის 8 გამორჩეული გუნდიდან ორ-ორი წარმომადგენელი ყავთ ინგლისს, ესპანეთს და გერმანიას, თითო იტალიას და საფრანგეთს. და აი აქ ჩანს სწორედ თუ რატომ არის ამ 5 ქვეყნის ჩემპიონატი აღიარებული სუპერ ტურნირებად და გამორჩეულია ევროპის ყველა ქვეყნების ჩემპიონატებს შორის და რამდენად სასახელოა რომ ჩვენი პატარა საქართველოს შვილიც ერთ-ერთი ამ ქვეყნის გამორჩეული გუნდის გამორჩეული მოთამაშეა. ახლა კი უშუალოდ პესეჟესა და ასტონ ვილას შესახებ ვისაუბროთ. ასტონ ვილა ქალაქ ბირმინგემის გუნდია. ინგლისის ეს ქალაქი სიდიდით მეორეა ლონდონის შემდეგ და ყველაზე უმსხვილესი სამრეწველო ცენტრიც არის. მოსახლეობა 1,200,000 მაცხოვრებელია დაახლოებით. ასტონ ვილას გუნდი დაარსდა 1874 წელს. ეს გუნდი თამაშობს ვილა პარკის სტადიონზე, რომელიც იტევს 42,650 მაყურებელს
და ეს გუნდი არის სხვათა შორის ინგლისის 7 გზის ჩემპიონი. დიახ, 7 გზის ჩემპიონი. ბოლო ჩემპიონობა მოდის 1991 წელზე, იმ წელზე, როცა ჩვენი დინამო ევროპის თასების მფლობელთა თასის მფლობელი გახდა და აი თასების მფლობელთა თასის კი არა, ჩემპიონთა თასის მომდევნო გათამაშებაში, რომელიც 1991-92 წელს გათამაშდა, ასტონ ვილამ სწორედ ეს თასი მოიპოვა, ჩემპიონთა თასი. ასე რომ ეს გუნდი ძალიან დიდი ტრადიციების და ინგლისისა და მთელი მსოფლიოს ერთ-ერთი უძველესი გუნდი და დიდი ტრადიციების მქონე გუნდია. ასე რომ არ უნდა ვიფიქროთ, რომ PSG ადვილად დაძლევს ამ ბარიერს, ასე ვთქვათ. შემდეგ მინდა გითხრათ მწვრთნელის შესახებ. ასტონ ვილას მწვრთნელი არის ჩვენი მონათესავე ხალხის ბასკების შვილი. მას უნაი ემერი ქვია, ის 53 წლის არის. ესპანელია პასპორტით, რასაკვირველია, მაგრამ ბასკები, როგორც გითხარით, ესპანელებად არ თვლიან თავს. და ესეც ალბათ ჩვენს მონათესავე ხასიათებზეც მიუთითებს. მე მგონი ასეა, ხომ? შემდეგ უნაი ემერი არის ერთ-ერთი გამორჩეული მწვრთნელი ევროპაში. მას სამჯერ სევილიას მწვრთნელობისას და ერთხელ ვილიარეალის მწვრთნელობისას 4ჯერ აქვს ევროპის თასი მოპოვებული. ეს არ არის პატარა შედეგი დამერწმუნებით, ხო? დიახ. შემდეგ ასევე ასტონ ვილაში თამაშობს PSG-ს ყოფილი ფეხბურთელი, ისიც ესპანელი მარკო ასენსიო. თან ეს ნახევარმცველია, საკმაოდ ცნობილი ესპანეთის ნაკრების წევრი და ასე შემდეგ. აქვე თამაშობს მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი მეკარე არგენტინელი აურელიო ემილიანო მარტინესი, რომელიც მსოფლიო ჩემპიონატია და მსოფლიო ჩემპიონატის საუკეთესო მეკარედაც აღიარეს 2022 წელს, როცა არგენტინის ნაკრები მესისთან ერთად გახდა მსოფლიო ჩემპიონი. აქვე თამაშობს ცნობილი ინგლისელი თავდამსხმელი მარკუს რაშფორდი. ასე რომ ასტონ ვილა საკმაოდ ძლიერი გუნდია, მეგობრებო, და არ გვეგონოს, რომ ადვილია მისი დამარცხება. თუმცა ისიც სათქმელია, რომ იმ 7 გუნდიდან, რომელიც PSG-ს გარდა გავიდა, ესე იგი მეოთხედფინალში ჩემპიონთა ლიგის, ასტონ ვილა ალბათ ყველაზე სუსტი გუნდია, შედარებით, რასაკვირველია, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ მას ნებისმიერი მეოთხედფინალისტის დამარცხება არ შეუძლია და ამაზე მეტყველებს ის ფაქტიც, რომ მან საწყის ეტაპზე ჩემპიონთა ლიგის ასტონ ვილამ დაამარცხა ისეთი გუნდები, როგორც არის ლაიფციგი, ბოლონია და თვით მიუნხენის ბაიერნიც კი დაამარცხა. და არ უნდა დაგვავიწყდეს ის ფაქტი, რომ პირველი თამაში არის პარიზში. ეს იმის გამო, რომ ასტონ ვილას ჰქონდა უპირატესობა საწყის ეტაპზე PSG-ს თან შედარებით მან უფრო კარგი შედეგი აჩვენა და ამიტომ ვიცით ალბათ, რომ მეორე თამაში არის უპირატესობა სახლში, როცა გაქვს მეორე თამაში, ხო? იმიტომ რომ იცი პირველი თამაშის შედეგი და ორიენტირებული ხარ შედეგზე. აქედან გამომდინარე, მეორე თამაში უნდა ჩატარდეს ბირმინგემში და ეს გარკვეულ უპირატესობას აძლევს მასპინძელ გუნდს და ესეც არ უნდა დაგვავიწყდეს, რასაკვირველია. შემდეგ რა მინდა კიდევ გითხრათ? მე მგონი მეტი არაფერი, დღეს მოდი ეს იყოს. ვუსურვოთ ხვიჩას და მის
გუნდს წარმატებები, მე კი მინდა დღეს ამით დაგემშვიდობოთ, მომავალ შეხვედრამდე, ნახვამდის.